ქალაქ ფოთის საკრებულოში დღეს 2016 წლის მე-20 მოწვევის სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტი განიხილეს, რომელიც მერია შენიშვნებით დაუბრუნდა. გადაწყვეტილება საკრებულოს წარმომადგენლებმა ერთხმად მიიღეს. შეტანილი შენიშვნები ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხებოდა. სხდომაზე მერიის საფინანსო განყოფილების უფროსმა, პატრიოტთა ალიანსისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს გათანაბრებითი ტრანსფერის გამოყოფის საკითხს და საკრებულოს წევრებს აქტიურობისკენ მოუწოდეს. ძალიან სერიოზული ხასიათის შენიშვნები და წინადადებები გამოითქვა საკრებულოს კომისიების მიერ. მე განსაკუთრებით გამოვყოფდი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შენიშვნებს. შენიშვნებზე უფრო წინადადებები, რომელიც ამ კომისიამ შეიმუშავა და საკითხები, რომელიც უშუალოდ ქალაქის მოსახლეობის სოციალურ ყოფასთან, სოციალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ წინადადებას ვაძლევთ აღმასრულებელ ხელისუფლებას გულდასმით განიხილოს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წინადადებები და მისი რეალიზაციის შემთხვევაში, ანუ მისი დაფინანსების შესაძლებლობების გამონახვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ქალაქ ფოთის მერიას აუბრუნდა ბიუჯეტის 2017 წლის პროექტი, რომელშიც არ იყო აღნიშნული და გათვალისწინებული გამოთავების ტრანსფერის არსებობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოთავების ტრანსფერის არსებობა ქალაქის ბიუჯეტისათვის. რამე თუ გვახსოვს 2 წლის უკანდელი პრაქტიკა, როდესაც ქალაქის მერი გამოდიოდა ბატონი კაკულია და ულოცავდა ქალაქის მოსახლეობას გამოთავების ტრანსფერის არარსებობის გამო თავი შემოსავლებს ზრდებოდა ბიუჯეტი და გაცემდა იმ პროგრამებს და ვალდებულებებს პასუხს, თუმცა ეს ისე არ აღმოჩნდა. 2 წლის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მითი იმის შესახებ გამოთანაბრებითი ტრანსფერის გარეშე იარსებებს ქალაქი დაინგრა და დღესდღეობით გვჩება პრობლემები, სახელმწიფო დავალიანებები, ინფრასტრუქტურული პროექტების არდაფინანსება. დღესაც ქალაქი მოლოდინშია კონკრეტულად სტაციონარული მკურნალობის პროგრამებზე, იქაც დიდი კითხვის ნიშნებია გაჩენილი თუ როდის დაფინანსდება მათი პრობლემები, ტონობით განცხადება და სათოლობით ასეული განცხადება პროგრამების არდაფინანსებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს რომ პრობლემა გაგვიჩნდა და სესხი გვექნა ასახები, ასეთი პრობლემა როგორღაც უნდა აღმოვხვრათ. მომავალი წელი პრაქტიკულად ისევ 17 მილიონი ხარჯია გათვალისწინებული. საკრებულოს წევრებს აქვთ გარკვეული მიზანსტრაფვა, მათ ძირითადად დაინტერესებთ სოციალური საკითხები, ჯანდაცვის საკითხები, ინფრასტრუქტურის გაზრდა და არავინ არ ფიქრობს საშემოსავლო ნაწილი აძლევს თუ არა ამის შესაძლებლობას. პრაქტიკულად მუდმივად ასეა, საშემოსავლო ნაწილის განხილვა არის სულ რაღაც 2 წუთიანი და ხარჯების ნაწილშია ყოველთვის დიდი პოლემიკა და ასთა სხვადასხვაობა. მოდით და შევცვალოთ ეს მიდგომა, მე ჩემ თავსაც ვთვლი და საკრებულოს წევრებსაც და უფრო მეტი დრო დაუთმო საშემოსავლო ნაწილს. იქნებ მოვიძიოთ სხვა რეზერვები, რომლითაც შევავსებთ ჩვენს ბიუჯეტს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ის ხარჯები, რომელიც მათ აქვთ გათვალისწინებული, ის ყველა აკუმულირდეს და დაფინანსებას დაექვემდებაროს. დღეისათვის ჩვენ პრაქტიკულად შენიშვნები, რაც მე ვიცი, დაახლოებით გვჭირდება 600-700.000 ლარი. მაგრამ ეს 700.000 ლარი რას უნდა მოვაკლოთ? აი ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს. ეს თქვენი პრეროგატივაა და თქვენ გააკეთეთ შემცირება სხვა დანიშნულების ხარჯებისა. გადაწყვეტილება საკრებულოს 10 დღეში დაუბრუნდება. 25 დეკემბრისთვის კი 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება. ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხოლ 3 საათზე მშვიდობიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაიმართება. ფოთში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის სოხუმის ორგანიზებით ცოტნე დადიანის ცეკვთან ჩატარდება. ფონდის სოხუმი უკვე 7 წელია, რაც ამ მიმართულებით მუშაობს. მათი ოფისი ახალ რაიონში, გეგიძის ქუჩაზე მდებარეობს. ხვალ 25 ნოემბერს იწყება 16 დღიანი აქტიური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ფონდის სოხუმი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის სოხუმი ყოველ წელს უერთდება ამ აქციას. ხვალ ცოტნე დადიანის ძეგლთან 3 საათზე მართავთ მშვიდობიან აქციას და გთხოვთ მოქალაქეებს შემოგვიერთდნენ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია საქართველოს მასშტაბით 16 დღე გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის მიერ დაფინანსებულ პროექტში სახელწოდებით სტუდენტები თვითმმართველობისთვის საქართველოს მასშტაბით 7-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ათეულში ფოთელი გიორგი დუნდუა მოხვდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. პროექტში გამარჯვებულები გერმანიასა და პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ესტუმრნენ და სასწავლო კურსი გაიარეს. პროექტში სტუდენტები თვითმმართველობისთვის მონაწილეობა 2015 წელს მივიღე. ეს პროექტი და ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია გავიგე გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, რომელიც ადმინისტრირებას უწევდა ამ პროექტს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და უკვე 2016 წელს გავიგეთ, რომ მოხვდით გამარჯვებულთა სიაში. სულ 700-მდე თუ უფრო მეტი მონაწილე ყავდა ამ პროექტს და ათეულში გავედი. შესაბამისად, ვიმოგზაურეთ დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება პროექტში, იმ მხრივ, რომ გვიწევდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჩასვლა, იქ კვლევის განხორციელება და ვიყავით სხვადასხვა აქტივობებში ჩართული. ასევე ძალიან ბევრი კარგი ტრენინგი ჩაგვიტარდა ამ დროის განმავლობაში და უცხოეთში, სადაც ვიყავით წასული გერმანიასა და პოლონეთში, იქაც ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნა წამოვიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ. გიორგი დუნდუა ასევე ფოტოჟურნალისტიკით არის დაინტერესებული. ის ადგილობრივი და საერთაშორისო საგამოფენო გრანტების მფლობელია. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში. ბოლოს გავიმარჯვე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ეხებოდა ტოლერანტობას და ეს მიეძღვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. აქ გავიმარჯვე და მივიღე რაღაც გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა ფოტოკონკურსებს, აქტიურად ვარ ჩართული საქართველოსა და უცხოეთში არსებულ პროგრამებში, მაქვს რამდენიმე საგამოფენო გრანტიც მიღებული და უახლოეს მომავალში საქართველოში ვგეგმავ კიდევ ერთი გამოფენის გაკეთებას, ეს იქნება მიძღვნილი ძალადობასთან დაკავშირებით გენდერული ნიშნით და ამ გამოფენისთვის ახლაც ვემზადები და პროცესში ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გიორგი დუნდუა მაგისტრატურის 2-წლიანი კურსის გავლას პოლონეთში ვარშავის უნივერსიტეტში აპირებს. არჩილ ხორავა სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის თეატრალურ განყოფილების ორგანიზებით საქველმოქმედო სპექტაკლი კონკია გაიმართა. შემოსული თანხა ცერებრალური დამბლით დაავადებულ მოზარდს ბესო ტყემალაძეს გადაეცა. სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გუჯა ქარაია გახლავთ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა წარმოდგენამ თბილისში გამართულ მაჩაბელას სახელობის ბავშვთა თეატრალურ ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია და ნორჩი მსახიობები ჟიურის წევრებმა სხვადასხვა სახის მედლებითა და პრიზებით დააჯილდოვეს. დღეს ჩვენ ვითამაშეთ სპექტაკლი კონკია მესამეჯერ. ეს სპექტაკლი ჩატარდა თბილისში, შემდეგ ბათუმში და დღეს ჩატარდა ფოთში. ძალიან მოხარული რომ ამ ყველაფრით მე ვარ სულებდი კონკიას როლს. ძალიან მომეწონა. ბევრი ბავშვები მოვიდა, სურათები გადავიღეთ მათთან და ძალიან მხიარულები ვიყავით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თბილისში დავაჯილდოვეს. დღეს ჩავატარეთ ფოთში სპექტაკლი კონკია, სადაც მე შევასრულე დედინაცის როლი. ეს სპექტაკლი პირველად ჩატარდა თბილისში, შემდეგ ბათუმში და შემდეგ ახლა ფოთში ჩატარდა. თბილისში მივიღე ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ეს ჩავატარეთ სპექტაკლი კონკია ფოთში ძალიან მომეწონა ჩვენთან გადაიხეს ძალიან ბევრი ფოტოები დაგვესწრო ძალიან ბევრი ხალხი მე ვასრულებდი მეფის როლს. სახელოვნებო სასწავლებლის თეატრალური განყოფილება საქველმოქმედო სპექტაკლის გამართვას მომავალშიც გეგმავს.
20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17 წლამდე ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა, რომელიც 3 ჯგუფად იყო დაყოფილი. ფოთის კოლხეთი ახალგაზრდული გუნდი დასავლეთ ჯგუფში ასპარეზობდა. ქობულეთის შუქურასთან ანგარიშით 2-0 გამარჯვებით ფოთელები პლეი-ოფში გავიდნენ. საგაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფები მეოთხედფინალური ეტაპებიდან დაიწყება და ფინალის ჩათვლით უძლიერესი გუნდის ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებებით გაირკვევა. მოგახსენებთ, რომ საქართველოში ტარდება 17 წლამდელთა ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონატი. ეს იყო დაყოფილი 3 ჯგუფად, აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი, სადაც ჩვენ გამოვდიოდით დასავლეთ ჯგუფში, მონაწილეობდა 7 გუნდი. აქედან 7 გუნდიდან მოგვიწია 12 თამ შეხვედრა, 12 შეხვედრიდან 3 ფრევი თამაშეთ, 1 წავაგეთ და დანარჩენი თამაში მოვიგეთ წარმატებით დავასრულეთ. გავედით პირველ ადგილზე და მოვიპოვეთ პლეი-ოფში თამაშის უფლება. ეს პლეი-ოფიც გაიმართება 25 რიცხვში ცენტრალურ სტადიონზე 2 საათზე. და ჩვენი შეხვედრა ჯგუფურად მოუწია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიასთან, რაც ალბათ განასახიერებს იმას, რომ დაძაბული თამაში გვექნება, ძალიან საინტერესო თამაში გვექნება და ავიცი, ხო, ფოთელ კომაგებს რომ ობზანებს და უკომაგონ თავის ასახსდელებს, ანუ ჩვენი ფოთის სკოლის ახსახსდელებს. საფეხბურთო სკოლაში ვსწავლობა 10 წელია. საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონაში გავედით პირველ ადგილზე, რაც არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება, რაშიც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენს ტრეინერებს და შევასწავლებით მათი მედლები გავამართლოთ მომავალ ეტაპზე. კოლხეთი 1913-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 17 წლამდე ასაკის გუნდებს შორის მატჩი 25 ნოემბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. დასაწყისით 14 საათზე. სუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში ოჯახური ძალადობის თემაზე ლექცია ჩატარდა. ლექციას სუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია უძღვებოდა. იგი მოზარდებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური ძალადობის მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ესაუბრა და ამ ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მოსწავლეები ლექციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ. გამოთქვეს მოსაზრებები ოჯახური ძალადობის შესახებ და ყველა კითხვაზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხი მიიღეს. სუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დღეს სუგდიდის ნომერ მე-5 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მათ შორის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გაცნობა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ დღეს მათ გავაცანით ზოგადად ჩვენი მიზნები არასრულწლოვანებთან მიმართებაში, პრევენციული ღონისძიების სახეები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ სისტემატურად სუგდიდის რაიონში. დღეს პირველად ვართ სწორედ ამ სკოლაში. ჩვენ რამდენიმე წელია ვმუშაობთ სამეგრელოს ემსვანეთის რეგიონში და არაერთი სკოლა მოვიცავით. დღეს იყო ძალიან საინტერესო დისკუსია მოსწავლეებთან. თემა იყო ოჯახში ძალადობა, რომელიც სუგდიდის რაიონში ხშირად გვაქვს და მათ შორის ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების თუ რითი ვუპირისპირდებით ოჯახში ძალადობას. დღეს ქალაქ სუგდიდის ნომერ 5 საჯარო სკოლაში სუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც მოიცავდა ასევე დისკუსიას ახალგაზრდებთან და მე როგორც ერთ-ერთი მოსწავლე სკოლისა მიმაჩნია, რომ ამგვარი ტრენინგები და სემინარები როგორც ახალგაზრდებში ინფორმირებულობის გაზრდის ერთ-ერთი წყარო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და რაც მეტი ღონისძიება ჩატარდება, ამ ტიპის რაც მეტი ღონისძიება ჩატარდება, მით მეტად ინფორმირებულები შეიქმნებიან ახალგაზრდები და მათში, როგორც მომავალ მშობლებში, დედებსა და მამებში ჩამოყალიბდება ისეთი მენტალიტეტი, რომ ოჯახში ძალადობა უნდა იყოს აღმოფხვადი, უნდა იყოს დაძლეული და შესაბამისად ოჯახი, ქართული ოჯახი უნდა არსებობდეს ძალადობისა და სხვადასხვა მანკიერების გარეშე. ღონისძიება პროექტ საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში ჩატარდა და ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ფილმიც უჩვენეს. სამეფო ფრინველი ასე უწოდებს ვეფხია დიაკონაშვილი ხოხობს, რომლის მოშენებაც ახალციხეში უკვე დაიწყო. მის გალიებში ამ დროისთვის 3 ჯიშის 27 ხოხობი იზრდება. კოლხური, რუმინული და დასავლეთ ევროპული ჯიშის ხოხბები გასულ წელს კვერცხით გამოიყვანა. ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
ეს არის ჩვენი ქართველი ხოხობი, ასე ვთქვათ, ენდემური ხოხობი, კოლხური ჯიშის ხოხობი. აი მე რომ ყავს ხელში კიდევ ეს არის დასავლეთ ევროპული ჯიშის ხოხობი. რა თქმა უნდა, განსხვავდება შეფერილობით, ამას აი ნახეთ, ისეთი ისა აქვს, რა ქვია, უფრო მეტი ლურჯი ფერის გადადის, ჩვენ ხოხობს უფრო მოწითალო ფერი აქვს მეტი. ხოხობი 7-დან 12 წლამდე ცოცხლობს. წელიწადში ერთი დედალი 40-დან 60 კვერცხამდე დებს. ვეფხია დიაკონაშვილი ფიქრობს, რომ ფრინველი სამცხე-ჯავახეთის კლიმატურ პირობებს მარტივად შეეგუება და სამომავლოდ მისი გამრავლება ბუნებაშიც შესაძლებელი გახდება. ხოხბის საინკუბაციო პერიოდი 24 დღეა. ადვილად იზრდება. მარტივია მისი გამოკვებაც, თუმცა საჭმელი მუდმივად უნდა ჰქონდეს. აუცილებელია გალიები ყოველდღიურად დასუფთავდეს. ძირითადად იკვებება სიმინდით, სიმინდის ღერღილს ვიყენებთ, ხორბლის ღერღილს. აი ახლა ზამთრის პირობებში სითბო რომ მეტი ჰქონდეს, ცოტა მივაწოდე ქერის ღერღილი. ვცდილობ რომ მივცე ვიტამინების ნაკლებობა რომ არ ჰქონდეს, პრემიქსი, იმიტომ რომ მრავალ სხვადასხვა ვიტამინებსთან დასაკვებ მინერალებს შეიცავს და ხშირ შემთხვევაში ვაძლევ ხოლმე დაუფქველ ხორბალს. განსხვავდება მეკვერცხული და მეხორცული ჯიშები. ახალციხეში ფერმერი ორივე მათგანის მოშენებას გეგმავს. მის ფერმაში ხოხბის გარდა ათეულობით მწყერი იზრდება. თუ მწყლის კვერცხი მარგებელია, ხოხბის ხორცი ყველაზე გემრიელია, მიაჩნია ვეფხია დიაკონაშვილს. ხოხბის ხორცი ერთ-ერთი საუკეთესოა დედამიწაზე. მაგაზე გემრიელი ხორცი ფრინველს არცეც არ აქვს. არც მწყერს ბატონო და არც შავშ და არც ქედანს და არაფერს. ხოხბის კვერცხი არის ყველაზე გემრიელი. რატომ? იმიტომ რომ საერთოდ სამეფო ფრინველია ეგ. ჩვენი წინაპრები, ჩვენი მეფეები ყველაზე ძალიან ხოხბის ხორცს მიირთმევდნენ და ითვლებოდა ყველაზე უფრო, აი როგორ გითხრა, საპატივსაცემოთ ადამიანი ძვირფასია სტუმარი, როდესაც მოუვიდოდათ სხვა ქვეყნებიდან და იმებიდან, ხოხობზე სანადიროდ ეპატიჟებოდნენ და ხოხბის ხორცით უმასპინძლებდნენ. ხოხობისა და მწყლის გარდა უკვე მოაშენა გარეული ციცარიც. მის გამრავლებას ინკუბაციის გზით ფერმერი გაზაფხულიდან გეგმავს. ამას შეუძლია აქედან ჭაჭარაკში გაფრინდეს. ეს არის ციცარი. 6 თვეზე ცოტა მეტის არის. ძალიან ლამაზი ფრინველია, როგორც ხედავთ. იზრდება დაახლოებით 2-3 კილოგრამი ზრდასრულია. მამრი და დედრი დიდი სხვაობა არ არის ტანში, როგორც მაგალითად ხოხობში, ხო? ციცარი თითქმის დედრი და მამრი თანატოლებია, მაგრამ მამრი ცოტა დიდი მაინც არის, ცოტა. აი ნახეთ როგორი სახეზე ისენი აქვს, რა ქვია, აი დამატებითი ყურები, ასე ვთქვათ, რომელიც თავის სილამაზეს და იმას გამოხატავს. სამომავლოდ ხოხობზე ნადირობით უცხოელი ტურისტის დაინტერესებასაც ფიქრობს. ასევე უნდა რომ კიდევ ერთი ჯიში, ჩინური ეგრეთ წოდებული ოქროს ხოხობი მოაშენოს. ფიქრობს რომ რეალიზაცია არ გაუჭირდება როგორც ცოცხალი ფრინველის, ასევე კვერცხისა და ხორცის, რადგან სავაჭრო სექტორის ინტერესი დიდია. ასევე სურვილი აქვს მომავალში ხოხობი ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკს გადაცდეს და მესხეთში მის ბუნებრივად გამრავლებას ხელი ამგვარად შეუწყოს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. ახალმა გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია. გურგენ სართანია დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჯაბა არდია კი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. თუმცა პირად საუბრებში გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს. არდია ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ გუშინ გაიგო და ამაში პოლიტიკურ ნიშნებსაც ვერ ხედავს და არც გამგებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს. სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამაც. მან აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახალი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით ყველა თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება, რის შემდეგაც გამგებელი თავისი შეხედულების ამებწერს ბრძანებებს დანიშნვებთან დაკავშირებით. და თუ რატომ მოხდა მხოლოდ ამ ორი ადამიანის გათავისუფლება, შანავა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტესტირების პროცესი 17 ნოემბერს დაიწყო. ატესტაცია
გამგეობაში დასაქმებულ 182 საჯარო მოხელე შეეხო, რომელთა უმეტესობა თანამდებობებზე 2015-2016 წლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად არიან დანიშნულები. ზუგდიდის გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ. ორგანიზაციაში ეჭვის საფუძვლად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისია მიიღო გადაწყვეტილება არ დაუშვას ატესტაციის პროცესის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვება. ატესტაციის შედეგად რომელიმე საჯარო მოხელის გათავისუფლება ან მისი დაქვეითება მაქსიმალურად უნდა იყოს დასაბუთებული. ასევე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ატესტაციის შედეგად გამოთავისუფლებულ პოზიციაზე ახლად აყვანილი პირების სამსახურებრივი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ. ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. რეგიონული კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, ორგანიზაციაში კომენტარს 25 ნოემბერს საჯარო მოხელეთა ტესტირების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებენ.